პრეზიდენტი მაკრონი ხაფანგშია. მისთვის პირველი გზა კომპრომისის მოძიება. მაკრონ შეუძლია, რომ პრემიერ-მინისტრად ისეთი კანდიდატი დაასახელოს, რომელიც შეეცდება, რომ ცენტრთან ყველაზე ახლოს დგომი პარტიები გადმოიბიროს და პარლამენტში უმრავლესობა მოაგროვოს. ეს გზა ყველაზე რთულია, მაგრამ ამავდროულად ერთადერთიც, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური სტაბილურობის ილუზია მაინც შექმნას. მეორე გზა მაკრონისთვის ყველაზე მტკივნეულია. მას შეუძლია, რომ თავისი ნების საწინააღმდეგოდ პრემიერად მემარცხენე კანდიდატი დაასახელოს, თუმცა მემარცხენე ბანაკი ძალიან დაყოფილია. მათ მხოლოდ თანამდებობა არ სურთ, არამედ საპენსიო რეფორმისა და ბიუჯეტის ბედიც ანაღლებთ. მემარცხენეებისა და მაკრონის დაზავება ურთულესი იქნება. მაკრონს მოუწევს, რომ დათმოს თავისი რეფორმები, მათ შორის საპენსიო ასაკის ზრდა, რაც მისთვის დიდი პოლიტიკური დარტყმა იქნება. მესამე გზა ყველაზე სარისკო და სახიფათოა. მაკრონს შეუძლია, რომ პარლამენტი დაშალოს და ვადამდელი კენჭისყრა დანიშნოს. მან ეს გზა უკვე სცადა 2024 წელს და მას საპირისპირო შედეგი მოჰყვა, რამაც ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში უკვე შეიყვანა.